საქართველოს მიულოცო ეს დღე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანი დაგვჭირდა იმისათვის, რომ სამწუხაროდ ამ პანდემიის გამო რომ სასწავლო პროცესი გადასულიყო საკლასო ოთახში და მე მინდა მიულოცო ეს გახარება, ეს სიხარული ყველა ბავშვს, ყველა მოსწავლეს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ სკოლას, მე მინდა სიამაყით აღვნიშნო და მადლობა გადაუხადო ყველა იმ მხარეს, ვინც არის ჩართული ამ სკოლის მხარდაჭერაში, განსაკუთრებულად გამოვხო კავკასიის უნივერსიტეტი და პირადად ბატონი კახა შენგელია, რომელიც ესოდენ მხარდაჭერას უწევს ამ სკოლას, კონკრეტულ სკოლას და ჩვენი მხრიდან ეს სკოლა ყავს ჩართული ძალიან ბევრ პროგრამებში, გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაგრძელოთ იდეა მიმართულებით ამ სკოლის მხარდაჭერას, მოსწავლეების, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, არამედ ეხლა მუშაობთ ძალიან ბევრ საინტერესო პროგრამაზე და ინიციატივაზე, ისევ და ისევ მინდა აღვნიშნო აქტიური მონაწილეობა კავკასიის უნივერსიტეტის ამ კუთხით და ძალიან ბევრ საკითხზე, რომელიც უკავშირდება აკადემიურ პროგრამას, ჩამოვყალიბებთ და ძალიან მალე განვახორციელებთ ერთობლივად. ეს არის აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლა, ძალიან წარმატებული, ძალიან ძლიერი გუნდით. და დღეს აქ ასევე პირველ კლასელებს შევხვდით და მთავარი არის ის უნიკალური მეგობრობა და გვერდში დგომა, რომელსაც კახა შენგელია და კავკასიის უნივერსიტეტი იჩენს ამ სკოლის მიმართ. დიდი მადლობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გადამდები იქნება სხვა უნივერსიტეტების კუთხით და სხვა სასწავლებლების კუთხით. მინდა სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს მიულოცო სასკოლო გარემოში სასწავლო პროცესის განახლება. დიდი მადლობა მინდა ასევე გადაუხადო აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობას ჩვენდამი გამოჩენილი მხარდაჭერისთვის და ასევე განსაკუთრებულად მინდა მადლიერება გამოვხატო კავკასიის უნივერსიტეტის მიმართ, ბატონი კახა შენგელიას მიმართ და სრულიად კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც უკვე წლებია ჩვენი სკოლის მიმართ იჩენენ ქველმოქმედებას. მადლიერება მინდა ასევე გამოვხატო ჩვენი სკოლის პედაგოგიური გუნდის მიმართ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი და სასწავლო გარემო მართალია ონლაინ რეჟიმში, მაგრამ მაინც ყოფილიყო მისაწვდომი აი ამ გამოწვევების შემს. ჩემთვის ეს სკოლა გახდა ბოლო 4 წლის განმავლობაში იმედის მომცემი და ძალიან მაგარი სკოლა და ჩვენი ამოცანა როგორც კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის არის, რომ მაქსიმალურად დავუდგე გვერდში, ჩემთვის შევიტან აუცილებლად, რომ ეს სკოლა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სკოლა არა მარტო ქალაქ თბილისში.